ორი დახვრეტის განაჩენი 6 გაქცევა მოსახდელად დაგროვილი 83 და ციხეებში, ბანაკებში, წამებებში და გაქცევებში გატარებული 16 წელიწადი. ეს კაცი გაქცევის დიდოსტატად ითვლებოდა გულაგში. მას სჯეროდა, რომ ყველაზე უსაფრთხო პატიმრობას, ყველაზე სახიფათო თავისუფლება სჯობია. ბედის ირონიით გაქცევაში მყოფი შრომის წითელი დროშის ორდენზე წარადგინეს. მოგვიანებით მან უხელმძღვანელა გულაგის ისტორიაში პატიმართა ყველაზე დიდ აჯანყებას. გულაგში მან მრავალი ადამიანი ნახა, მანჯურიის უკანასკნელი იმპერატორიც კი. წლების შემდეგ ნობელის პრემიაზე წარადგინეს, მაგრამ ყოფილ პატიმართსათვის ის მაინც დაუმორჩილებლობისა და სიმამაცის სიმბოლოდ რჩება. მისი მეციხოვნეებსაც კი ეშინოდათ, რადგან მის საქმეზე წითელი ფანქრით ეწერა. Piglets, sklonning backstu. მუდმივ შიში ყოფნა ჯობია გარეთ, ვიდრე მონობაში შიგნით, უშიშრად. ამან გამაქცია. გარდა მაგისა, არ ვიყავი ის კაცი, რომ ეგრე ადვილად დავნებებოდია ბედის წერას. დღეს 80 წლის ყოფილი პატიმარი კიდევ ერთხელ გაივლის გზას, რომლითაც ნახევარი საუკუნის წინ უსამართლობას, დამცირებას და ძალადობას გაექცა და ადამიანის უმაღლეს მიზანს, თავისუფლებას ესწრაფოდა. კაცობრიობის ისტორია სავსეა უდანაშაულო ადამიანებზე მასიური ძალადობის მაგალითებით. მაგრამ ამ მხრივ მე-20 საუკუნის მასშტაბები ყოველგვარ წარმოსახვას აღემატება. ნაცისტების შესახებ გამოქვეყნებული უამრავი მასალა სრულად აღწერს საკონცენტრაციო ბანაკებისა და გაზის კამერების, დანგრეული ოჯახებისა და ადამიანთა ბედიღბლის, მილიონობით სიცოცხლის არად ჩაგდების ჯოჯოხეთს. მაგრამ რა არის ცნობილი ამავე მასშტაბის მეორე ჯოჯოხეთზე? 30-იანი 50-იანი წლების სტალინის რეჟიმზე. შესწავლილია საარქივო მასალების მხოლოდ მცირე ნაწილი. დახვრეტილი ან გადასახლებულია სულ მცირე 10 მილიონი ადამიანი. სიტყვა გულაგი, როგორც წესი, ასოცირდება ციმბირთან და მარადიულ გამყინვარებასთან. სინამდვილეში ეს არის რუსული სიტყვების აბრევიატურა Главное управление лагерей. საბჭოთა კავშირის ტერიტორია ათასობით ბანაკით იყო მოფენილი. მათ მართვას ახორციელებდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტრო. შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის წამებით ნატანჯი პოლიტპატიმრების, ეგრეთ წოდებული ხალხის მტრების მიწოდებას ახორციელებდა საბჭოთა კავშირის უშიშროების სამინისტრო, რომელმაც შემდგომში მიიღო მრისხანის სახელი KGB. KGB-სა და გულაგის მანქანა თავისი დახვეწილი მეთოდებით მოქალაქეთა და პატიმართა შორის პიროვნული თავისუფლების გამოვლენის ყოველ მცდელობას სასტიკად თრგუნავდა. სტალინის ბანაკებში მოსახვედრად ვიწრო წრეში ბელაძე ანეკდოტის მოყოლაც კმაროდა, თუმცა იყო სხვა საკვირველი მიზეზებიც. ქალების ბრიგადირი იყო ჩაის კრეფაში, რომ ქალები რო კრებდნენ იქა და იმას უთქვია, რომ წარმოგიდგენიათო ბაზარშიო ყველი უფრო იაფია ვიდრე სახელმწიფო მაღაზიებში. იქიდან ერთ-ერთი ალბათ თანამშრომელი იყო KGB-ს, მიიტანეს ამბავი და აი დააპატიმრეს 8 წელი ჰქონდა. მომღერალი იყო ერთი ცნობილი პეჩკოვსკი იყო. განთქმული მომღერალი იყო, რომელიც რიგაში იყო
იმღერა იქ რიგაში. და რატო იმღერებოდა მიუსაჯეს 10 წელი. არსებობდა სხვა, უფრო სერიოზული მიზეზიც. საბჭოთა ჯარისკაცები, რომლებიც ფაშისტური ტყვეობიდან დაბრუნდნენ, გააგზავნილი იქნენ გულაგის ბანაკებში, როგორც სამშობლოს მოღალატეები. სამშობლოს მოღალატის იარლიკი იოლად შეიძლებოდა მიეკუთვნებოდა ყველას, განსაკუთრებით ინტელიგენციისა თუ ყოფილი არისტოკრატიის წარმომადგენლებს. ყველას, ვისაც საბჭოთა ხელისუფლების აზრით შეეშალა ხელი ან უშლიდა ხელს კომუნისტურ ცნობიერებასა და ნათელი მომავლის მშენებლობას. ბუნებრივია, ბანაკებში სისხლის სამართლის დამნაშავეებიც მრავლად იყვნენ. მაგრამ გულაგის კონტინგენტი კიდევ ერთი ტიპის ხალხს მოიცავდა. საბჭოთა იმპერიის ბოროტებამ საზოგადოების ყველაზე ძლიერი და თავისუფლების მოყვარე წარმომადგენლები აიძულა ხელისუფლების გადაგდების მიზნით ანტისაბჭოთა საიდუმლო ორგანიზაციები შეექმნათ, ძირითადად უკრაინაში და საქართველოში. მათი წევრები გამოვლენისა და დაჭერის შემდეგ იხვრიტებოდნენ, ან იგზავნებოდნენ გულაგის ბანაკებში. იქ, სადაც ერთი ტყვია კაცის სიცოცხლეზე ძვირად ფასობდა. ბანაკების წარმოუდგენლად მძიმე, გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, მრავალი ამ პოლიტიკურ პატიმართაგანი დღესაც ცოცხლობს. მათი სულიერად გატეხვა გულაგმაც კი ვერ შეძლო. ისინი იბრძოდნენ, როგორც და რითაც შეეძლოთ და გადარჩნენ. გულაგელი მარბენლის ჭაბუ ამირეჯიბის ამბავი სწორედ ამ უდრეკობის მაგალითია. ჭაბუკ ამირეჯიბზე დახასიათება ისეთი შეიძლება ითქვას, რომ მე ჩემ მეგობრებში ცოტა მეგულება, რომ ესეთი რაინდი კაცი, რომელიც იყო გულადი და შეურიგებელი, რომელიც არ ჩერდებოდა ერთ ადგილზე. ჭაბუ ამირეჯიბი იმ ერთი უძველესი ქართული გვარის წარმომადგენელია, რომლის ძალიან ბევრმა შვილმა სამაგალითო გმირობით დასდო თავი სამშობლოს სამსხვერპლოზე. ჭაბუაც ამ ცოდნითა და სულისკვეთებით გაიზარდა. მის მამას ერეკლე ამირეჯიბს ბედმა 1918 წლის 26 მაისს რუსეთის მეფისნაცვლის სასახლის სახურავზე დამოუკიდებელი საქართველოს დროშის დამაგრება არგუნა. მისი ბიძა შალვა ამირეჯიბი 1918-21 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი და 1921 წლის რუსეთის ანექსიის შემდეგ სახალხო აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი იყო. კომუნისტური ტერორი სასტიკად გაუსწორდა ქართველ პატრიოტებს. რეპრესიები ჭაბუას ოჯახსაც შეეხო. მამა დაიჭირეს. 27 წელს რომ დაიწყო დაჭერები, გაერიდა. კასპში გადავიდა სამუშაოდ, მაგრამ 38-ში მაინც დაიჭირეს. კი არ დახვრიტეს, როგორც იმ ჩეკისტების პროცესზე გამოირკვა. ჩაკუჩით მოკლეს. ჩაკუჩი ჩაარტყეს თავში. დედა მამასთან ერთად დაიჭირეს 38-ში. 3 წელიწადი იჯდა, გამოუშვეს. მეორედ 53-ში დაიჭირეს. 10 წელიწადი იჯდა. ჩამოვიდა. ამ ყველაფრის მიუხედავად 22 წლის ჭაბუა მაინც წინაპართა გზას დაადგა. 30-იანი წლების ბოლოს ქართველი ახალგაზრდობის პატრიოტულად განწყობილი ერთი ნაწილი საბჭოთა ხელისუფლებისაგან თავის დაღწევის მიზნით გაერთიანდა იატაკქვეშა ორგანიზაციაში თეთრი გიორგი. სამშობლოსათვის თავდადებამ ჭაბუ ამირეჯიბიც ამ ორგანიზაციაში შეიყვანა. ძირითადად ახალგაზრდობა ვიყავით. 20-23 წლის ახალგაზრდები. იყვნენ უფრო ხრინელებიც. კგბ-მ მალე გამოავლინა თეთრი გიორგის ჯერ კიდევ ფართოდ გაუშლელი საქმიანობა. ლიდერი მუსტაფა შელია აყვანისას მოკლეს. ხოლო ჭაბუა ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად შინაგან ციხეში მოათავსეს. ეს მისი პირველი გამოცდა იყო. დაუნდობლად აწამეს. ჩეკისტებს თეთრი გიორგის სხვა
მათთვის უცნობი წევრების ვინაობა აინტერესებდათ. სასტიკად ნაწამებმა ჭაბუამ ღიმილით ახედა ოფიცერს. არაფერი გამოგივათ მოქალაქე გამომძიებელო. ცოტა ხანში ვნახოთ ეგ შენი ღიმილი, უპასუხა ოფიცერმა და ციხის სტომატოლოგის მოყვანა ბრძანა. აიღო იმან გაზი. გააღე პირიო. გავაღე. უნარკოზოთო რაშრები მეთქი. ამომაძრო. წამივიდა გული. მაყნოსა ნიშადური. მარქაროვე მეკითხება. გამომძიებელი. ახლა სიმართლეს ილაპარაკებ თუ არა? აღარ მახსოვს რომელ დეტალზე იყო საუბარი, მეუთხარი. კაცო, გითხარი უკვე რაც შემიძლია მეთქი. გააღე პირიო. ამომაძრო მეორე. უკვე საღიკბილი. კიდევ წამივიდა გული. მესამე ამომაძრეს. წამივიდა გული. მეოთხე ამომაძრო, წინაკბილი. ახალგაზრდა კაცს 4 საღიკბილი ამოაძრეს. სასამართლოს დრო დადგა. მოსამართლემ ჰკითხა ჭაბუას. რომ გაგათავისუფლოთ, როგორ მოიქცევით? რაც მიქნია, ისევ იმას ვიზავ. იყო პასუხი. ჭაბუას 25 წელი მიუსაჯეს, მაგრამ პროკურორმა განაჩენის გამკაცრება, დახვრეტა მოითხოვა. 45 დღე და ღამე ელოდა ჭაბუა სიკვდილმისჯილთა ერთადგილიან საკანში. ზედამხედველთა ყოველი ნაბიჯის ხმით მოახლოვებულ სიკვდილს. ვიღაც ხვერადო ქიოდახურ ღამე ვიღაც ყვიროდა კიოდახურმე სპეციალურად აყვირებდნენ სხვა პატიმრებზე ფსიქიკური ზემოქმედებისთვის. საერთოდ კგბ-ში მთელი ოქტავა ჰქონდა წამებებისა. შეგეყვანდნენ. კუთხეში მეგაბრუნებდნენ პირი და ცალფეხზე დადექიო გეტყოდნენ. დგეხარ იქამდე, სანამ არ წაიქცევი. მორიგეები იცვლებიან. ეგერთი. მეორე თავდაყირა ჩამოკიდება და ზუმბებით ცემა. თითებში ფანქრების ჩადება და მოჭერა. კარცერებში ჯდომა. 1000 სხვა. ჭაბუას საწინააღმდეგო სამხილები სასამართლომ მაინც არასაკმარისად მიიჩნია და პროკურორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პირველი განაჩენი ძალაში დარჩა. 25 წელი შრომა გასწორების კოლონიაში. ასე სასწაულებრივ გადარჩა ჭაბუა დახვრეტას. თავისი ვადის მოხდა მან თბილისში დაიწყო. ავჭალის შამპანიური ღვინოების კომბინატის კოლონიაში, საიდანაც მალე ციმბირის შორეულ ბანაკებში უნდა გადაეგზავნათ. ჭაბუამ გადაწყვიტა გაქცეულიყო და ეს უნდა მოესწრო მანამ, სანამ ციმბირის გზას გაუყენებდნენ. სწორედ ამ ადგილიდან იწყება მისი გაქცევების ისტორია. პირველი და ყველაზე ხანგრძლივი გაქცევა ახსავსია საოცარი დამთხოვებითა და იღბლიანობით. ომის დროს კავკასიიდან შორეულ ბანაკებში პატიმრებს ვერ გზავნიდნენ. ომის დროს კავკასიიდან შორეულ ბანაკებში პატიმრებს ვერ გზავნიდნენ. გზები იყო ძალიან დაკავებული სამხედრო თვირთების ზიდვით. ამიტომ ჩვენი ორგანიზაციის თეთრი გიორგის ხალხი, ვინც დახვრეტას გადაურჩა, ჯერ აქ მოაყუჩეს შამპანიური კომბინატის კოლონიაში. ეს კოლონია თბილისის დასავლეთით, 5-7 კილომეტრზე ფერდობზე მდებარეობდა და მტკვრის ნაპირიდან ხეხილის ვრცელი ბაღებით იყო გამიჯნული. ამ მოედნის ადგილას ბარაკები იდგა. ორი პატიმრებისა იყო, ერთიც ბადრაგისა. ქუჩის გადაღმა კოლონიაში პატიმრები მუშაობდნენ. ზოგი საამქროებში, ზოგიც მშენებლობაზე. საამქროები, ღვინის უზარმაზარი სარდაფები და გვირაბები მიწის ქვეშ იყო. შესასვლელი ერთადერთი ჰქონდა, კარგად დაცული. ქვემოდან ქარხანაში რკინიგზის ხაზი შემოდიოდა. კოლონიის მთელ პერიმეტრს კოშკებიდან დარაჯები აკონტროლებდნენ. დარაჯები ყველა შიგნითა კართანაც იდგნენ. პატიმრებს ითვლიდნენ
და ბარაკებიდან საამქროებში ატარებდნენ. ზუსტად გაქცევის წინ გალებარსა დასაცმელი მე ყველაფერი წინასწარ მქონდა გამზადებული. ჩემს უახლოეს მეგობარს თქვა ქალაქში რაიმე პასპორტი და სამხედრო ბილეთი ეშოვნა ჩემთვის. მოვუშვი წვერი, რომელსაც უშუალოდ გაქცევის წინ გავეპარსავდი. ვიშოვნე დასაცმელი, შევისწავლე ყველა მოძრაობა ბანაკში და გასაქცევადაც მოხერხებული ადგილიც ვიპოვნე. გასაქცევად მზადებას ჭაბუა 4 თვეს მოუნდა. მაგრამ პირველი რაც მან გააკეთა ის იყო, რომ თავის მეგობარს, პატიმარ მხატვარს, სთხოვა მისთვის მკერდზე დაეხატა წმინდა გიორგის დიდი სვირინგი. ჩემი მაშინდელი შეხედულებით, გაქცეული რომ ავეყვანეთ და მკერდზე ეს სვირინგი ენახათ, უდაოდ დამხრეთდნენ. როგორც თეთრი გიორგის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს. ამაში შესაძლოა არ ვწდებოდი. ყოველ შემთხვევაში, ასეთი სვირინგის არსებობა სიფრთხილესაც შემატებდა და წინააღმდეგობის გაწევის უნარსაც. $1945 წლის 20 სექტემბერი იყო. ჭაბუას თითქმის ყველაფერი მზად ჰქონდა გასაქცევად. მხოლოდ სამოქალაქო საბუთები აკლდა, რომელიც მის ახლო მეგობარ მეღვინეს უნდა შემოეტანა კოლონიაში. საუზმის შემდეგ ჭაბუა თავისი სამალავის შესამოწმებლად სარდაფში შევიდა. მქონდა სამალავი ეს გრძელია აქ მქონდა სამალავი. ეს გრძელია. შიგნით სიღრმეში მქონდა საპარსი და ტანსაცმელი. რომ შემოვედი, დავინახე იქიდან კაცი გამოძვრა. დავუარე აქედან, იქიდან, მივადექი. ხედავ, ოთარა მაჩიტაძეა, ორტაჭალელი ქურდი, ბეხაია. რა გინდოდა მეთქი იქ? ეს რამები შენიაო? შემია მეთქი, რა გინდა? მიდიხარო? ხო მეთქი მე უთხარი. წამიყვანო მეც. რა მექნა უკვე გამხელილი საქმე იყო. კაი, წაგიყვან, უღუნდ. გვერდიდან არ უნდა მომცილდე. დღეს არ ვაპირებდი, მაგრამ რახან ნახე და გაიგე, დღესვე უნდა წავიდე. სადილად წავალთ, მოგვიყვანინ. დაცვა სარდაფის ყველა კარს შეამოწევს, თავარ კარში ჩადგება. მაშინ გაჩვენებ გასასვლელს და გავალთ. შენ გვერდიდან არ უნდა მომცილდე. არავის დაელაპარაკო. ქურდების კუტუქში შეშვებული ყავს კაცი უპერწმუნებულს. უცბად ჩაგვალაგებენ. კარგიო მითხრა. სადილის შემდეგ 2 ნახევრისთვის პატიმრები ისევ სარდაფში შეყარეს. შეამოწმეს შემოსასვლელ გასასვლელები, ორნი კარებში ჩადგნენ. სხვები მეორე ბრიგადის სადილად წაყვანას შეუდგნენ. პატიმრების მოგროვებას, გადათვლას, შენობიდან გაყვანას, ხელახლა გადათვლას დრო სჭირდებოდა. მოვათვალიერე. დაცვა თავის ადგილზე იდგა. იქით. შეძვერი ნივთები გამოიღე მეთქი ბექაიას უთხარი. შეძვრა, გამოიღო. წინასწარ გამზადებული ატმიჩქები მივეცე და უთხარი რომელი კარი უნდა გაიხსნა. გაიქცა. უცებ გავისაფნე, ჩამოვიპარსე, დანისამოსი გამოვიცვალე. ამასობაში სარდაფის ბოლოდან 2 ჩახანი მომესმა. ბექაიამ პლიტები დახსნა და დაყარა. ეჭვა გამკრა. რაში სჭირდებოდა ზედმეტი ხმაური მეთქი. რას იზამ, წავედი. ჭაბუას ყველაფერი სწორად ჰქონდა გათვლილი.
ზედა სადარაჯოს ბადრაგი პატიმართა მეორე ბრიგადის სადილზე წასაყვანად მოიხსნა. პირველი ბრიგადის ბადრაგი კი მის ადგილს მხოლოდ 20 წუთის შემდეგ დაიკავებდა. ბარბენლები მეორე მშენებარე სართულიდან გადახდნენ. გადახვდი. ბეხაიაც გადმოხდა, მაგრამ კარი არ მოიხურა. ეს იმას ნიშნავდა, რომ სინათლე შევიდოდა შიგ და დაცვის ყურადღებას მიიქცევდა. ჭაბუას გეგმით აქცეულებს მტკვარი უნდა გადაეცურათ. გაღმა ნაპირით 2 კილომეტრი გაევლოთ. ხელახლა გამოღმა გადმოეცურათ და ისევ აქეთა მხრით ევლოთ თბილისისკენ. ეს იმისთვის, რომ გამოდევნებულ ძაღლს კვალი დაეკარგა და მდევარს ისინი მარჯვენა ნაპირზე ეძებნა მაშინ, როცა გაქცეულები მარცხენა ნაპირით შევიდოდნენ ქალაქში. მტკვარს მივადექით. გავიზერე რაც მეცვა. კამრე თავზე დავიმაგრე, რო არ დამსველებოდა. ამ დროს ზურგიდან გავიგონე. მე არ შემოვალ, ზურგ არ ვიცი. მივიხედე, ბეხაია ისევ იდგა, როგორც მოვედით. ბიჭო, ორთა ჭალაში გაზელმა კაცმა ზურგ არ იცი? შემოდი, წყალი პატარაა, გიშველი მეთქი. დამყვა. ჩემ და ბედად მტკვარი დამშალი მოდიოდა. მივეხმარე, 10 მეტრი გავაცურე. გავედით, ჩავიცვით. ბაღ-ბაღ ვირბინეთ. ისევ გადმოვწურე და ორი გასროლის ხმაც მოისმა. ეს განგაშის ნიშანია. ეციხოვნეები გაქცეულებს დაედანენ და შეატყობინეს კაგებეს. ამ მომენტიდან საქმეში ოპერატიული მუშაკები, ეგრეთ წოდებული ოპერები ჩაერთვნენ. ისინი გაქცეულებს მთელს ქალაქში, ქუჩებში, მილიციის განყოფილებებში, სამხედრო კომენდატურაში და ბინებში ეძებდნენ. ერთ წუთში მასოს როგორ გაიტანა ოროთახიანი ბინა ჯუბიანი ერთნაირი კაცებით, რომლებიც ლოგინის ქვეშ ძრებოდნენ, საბაზანოში მიდიოდნენ, აივანზე გავიდნენ, მეზობლებში შევიდნენ, ჩხრეკდნენ ყველაფერს. საბედნიეროდ გაქცეულებმა მტკვარი ხელმეორედაც მშვიდად გადმოცურეს. მაგრამ საბუთების გარეშე შორს ვერ წავიდოდნენ. ქალაქში კომენდანტის საათი იყო. თბილისში რომ შემოვედით, ბეხაიამ თქვა, გუგიაზე ძმაკაცები მყავს, ჯიბგირები, იქნებ რაიმე საბუთები ჰქონდეთო. მივედით. ბარე ხუთნი მოგროვდნენ. ომი ახალი დამთავრებულიყო. ხალხს უჭირდა. მაინც ღვინოდა რაღაც საჭმელი გაჩნდა უცებ. საბუთები კი არავის აღმოაჩნდა. მე ისე მარჯვენა სანაპიროზე გადასვლა მჭირდებოდა. ამჯერად ხიდით. ჭაბუას თავის მეგობრებთან დაკავშირება სჭირდებოდა, რომ საბუთები ეშოვნა. მაგრამ ხიდთან მისასვლელად ჯერ გზაჯვარედინი უნდა გადაევლოთ. მის 4-ვე კუთხეზე კი პატრული იდგა და გამრელებს საბუთებს უმოწმებდა. სადაც არ უნდა გაევლოთ, პატრულს მაინც ვერ ასწრებოდნენ. როგორც იტყვიან, არ არის ვითარება, საიდანაც გამოსავალი არ მოიძებნოს. ვივაგენი კიდეც და აი როგორც. წავედით, გადავკვეთეთ ჩელუსკინელთა ქუჩა. შევედით ამ შენობაში. სალაროები.
მივედით მეორე პლეხანოვის გამზირზე გამავალ კართან, დაველოდეთ. სანამ პატრული ამ ადგილს კარგა მანძილით გასცდებოდა და გამოვედით გამზირის გადასაჭრელად. გადავედით. წავედი მარცხნივ, ჩერუსკილოთა ქუჩისკენ. ხუთი ნაბიჯი არც მქონდა გადადგმული, რომ სრულიად მოულოდნელად იქიდან პატრულმა გამოუხვია. მოგთხოვეს საბუთები, ძალიან საქმიანად და გულდასით მოვიქექე ყველა ჯიბე და სინანული თქვი. შინ დამრჩენია მეთქი. მოვყევით მითხრეს და გადრეალდნენ. ვიღაც კაცმა იმიტაცია გააკეთა, ვითომ ჩემ დაჭერას შეეცადა და მგონია იმ კაცმა და სხვა ფეხით მოსიარულემა გადამარჩინეს ზურგში პეპეშას ტყვიებს. ხიდამდე 10 ნაბიჯი მქონდა გასავლელი. სატვირთო მანქანა გაჩერდა. საფეხურიდან ის ორი ჯარისკაცი ჩამოხდა. რაღა იქნებოდა, გავჩერდი. რუკი ვერ ხო. არ ავწევ მეთქი. არ ვიცი რატომ მიუღია ასე. ხელები ზურგს უკან ჯვარდენად შემოვილაგე. ჭაბუა აიყვანეს, მაგრამ ეს სამხედრო პატრული იყო და პენიტენციალურ სისტემასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ჭაბუა პატრულმა ისევ გზაჯვარედინზე მოიყვანა. იქ მას ბეხაია და 1-2 სხვა დაკავებული დახვდა. თბილისი მაშინ პატარა ქალაქი იყო, 300,000-მდე მცხოვრებით. გამლელთა შორის ჭაბუას ნაცნობებიც ერივნენ. მარბენელმა ქურდებისაგან წამოღებული გაზეთი აიფარა. ამ დროს სწორედ მის წინ ჩამოიარა მისმა ბიძამ. ფიქრებში წასულმა საბედნიეროდ ვერ შენიშნა ჭაბუა და ქუჩას დაუყო. ამასობაში ოპერები გაქცეულთა ძებნას განაგრძობდნენ. ქალაქის ამ ერთ-ერთ მთავარ გზაჯვარედინზე მათი მანქანა ნებისმიერ წამს შეიძლებოდა გამოჩენილიყო. ამით ყველაფერი დამთავრდებოდა. ესე ხუთის ნახევარი იქნებოდა, რომ მოგვიყვანეს კალენდართან. ასე 4-ის ნახევარი იქნებოდა მოგვიყვანეს აქ, სამხედრო კომენდატურაში. მოახსენეს მორიგი ოფიცერს. გარბოდა, გავეკიდეთ, დავიჭირეთ და აი მოვიყვანეთო. ჩვენ წინასწარ შეთანხმებული მისამართები დავასახლეთ. მე გოგულის ქუჩის 33 ნომერ სახლში მცხოვრებ გიორგი ალექსანდრეზე მაისურაძედ გავასახე თავი. ბეხაიამ კალანდაძე ვარ, ფიროსმანის 12-ში ვცხოვრობ. მორიგი ოფიცერმა გვარები ჩაწერა. ის ჯარისკაცები გაუშვა. ჩვენ წამოგვიყვანეს და აქ კამერაში ჩავკეტეს. მერე დაახლოებით 1 საათის შემდეგ ხალხის გაყვანა დაიწყეს. მე და ბეხაია შემოგვიყვანეს. შევხედე, მაგიდა სხვა კომენდანტი უზის. არა ის, რომელსაც ჩემი გაქცევის დამოახსენეს. 5 საათზე კომენდატურაში ახალი ცვლა მოვიდა. წინა მორიგეს აღლისათვის ჭაბუას ამბის თქმა დაავიწყდა. უფრო მეტი. მორიგეს ისიც დაავიწყდა, რომ ჟურნალში აღენიშნა ჭაბუას პატრულისაგან გაქცევის ამბავი. ამ იღბლიანი შემთხვევის წყალობით ჭაბუა ისევ უბრალო მოქალაქედ იქცა, რომელსაც მხოლოდ საბუთები დარჩენოდა სახლში. ეს მომენტი იყო ჩემი უიღბლობის შემოტრიალება. ოფიცერმა შევსებულ ბლანკებში ჩაიხედა, რაღაცები გკითხა. ერთი თოფიანი კაცი მოგვიჩინა და მეცხრე განყოფილებაში გაგვისტუმრა. ეს სწორედ ის განყოფილება იყო, რომელიც მე მინდოდა.
ესე მოვყავდით. დავინახე, სატვირთო მანქანა მოდის. პალუტორკა. რომ გაგვისურდა, ხედავ, შიგ ქარხნის თანამშრომელის, ჩემი კარგი ნაცნობი მეღვინე. პირდაპირ შევხედე მზერით. მიცნო. ესე თავი დაღუნა და ჩაიარეს. აქაც გადავრჩი. არ გაგვცა. 6 საათისთვის ბადრაგმა გაქცეულები ქალაქის ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას, პლეხანოვის პროსპექტზე, ამ მილიციის განყოფილებაში მოიყვანა. აქ კი ნამდვილად მოვიდოდნენ ოპერები. საქმე ის იყო როდის. როცა ეძებენ გაქცეულს, რა თქმა უნდა, მილიციებშიც შედიან. ველოდები ახლა ჩემს ილბას, შემოვლენ ოპერები თუ არა. რომ არ არსებობს ვითარება, საიდანაც რაიმე გამოსავალი არ იყოს, ეს ჩემი ცხოვრების დევიზია დაბადებიდან დღემდე. ერთი დიდი გეგმა მოვიგონე. გავიდა ასე, 9 საათი. მორიგეს ვეუბნები, მოქალაქე უფროსო ლეიტენანტო, შეიძლება მოვიდე მეთქი. მოდიო. ყველადავს ხედვართ აქ ორნი. ერთ-ერთი გაგვიშვი. ორივე საბუთებს მოიდანს და ბევრს ვერა, მე ღარიბი კაცი ვარ, მაგრამ ერთ 300 მანეცაც მოგართმევთ მეთქი. დაფიქრდა. მოდი აქ დაუძახა ბექაიას. წადი შენ და მოიტანე ყველაფერი. მორიგეს ეს ფრაზა დამთავრებული არ წქონდა, ბეხაია ადგილს მოსწყდა. დედაჩემს უთხარი საბუთებს 300 მანეთი გამოაყოლოს, მორიგის გასაგონად მივაძახე. კარგიო, მიდრიალდა და გაიქცა. ახლა ბეხაია რომ აქ დამბურნებელი არ არის, მაგას ლაპარაკი რა უნდა. რისი დედა, რის საბუთები. დედაჩემი აგერ ქმნის კოლონიაში თუ სადღაც ზის. ბეხაია წავიდა თავს უშველა, მაგრამ ჩემთვის ეს უკვე დიდი რამე იყო. იმიტომ რომ გეგმის პირველი ნახევარი უკვე განხორციელდა. ახლა ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული. შეგვიძლია თუ არა ოპერები უახლოეს საათში, საათნახევარში. სანამ მორიგე ლეიტენანტი თავის გასამრჯელოს ქუჩაში გასული ელოდებოდა, კიდევ ერთი საოცარი დამთხვევა მოხდა. განყოფილებაში ჭაბუას ნაცნობი მილიციელი შემოვიდა. არბენალმა თავი დაღუნა და გაირინდა. იცი. მილიციელმა ტელეფონზე მთელი 20 წუთი ილაპარაკა. შემდეგ ყურმილი დაკიდა. ადგა. და ისე გავიდა ოთახიდან, რომ დაკავებულისკენ არც კი გაუხედავს. მორიგე ლეიტენანტი კი მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ დაუბრუნდა ადგილს. ჭაბუა კიდევ ერთხელ გადარჩა. მცირე ხნის შემდეგ ჭაბუამ ისევ მიმართა ლეიტენანტს. მოქალაქე ლეიტენანტო, შეიძლება მოვიდე მეთქი. რაღაც ის კაცი ცუდად იგვიანებს, რა ვიცი იქნება დეზერტირი ან რაღაცა. მივა დედაჩემთან აიღებს იმ საბუთებს და ფულსაც. წავა და წავა. რა ვთქვა მე, სად არის ჩემი საბუთები? როგორ არ იცნობდიო? საიდან ვიცნობდი თქო? ერთად მოვიყვანეს და პატიოსან კაცს გავდა მეთქი. დაფიქრდა. ძალიან ღრმად დაფიქრდა. მოეგო გონსუცებ. საცხოვრობ შენ, კითხა. ხომ გითხარით, გოგოლის 33-ში. მორიგემ ყურმილი აიღო. ამას კი აღარ მოელოდა ჭაბუა. მორიგე მილიციის მთავარ ცნობარში რეკავდა, რათა დაედგინა. ცხოვრობს თუ არა მაისურაძე, გოგოლის 33-ში.
ორიგემ ყურმილი დაკიდა და ბადრაგი მოიხმო. ორიგემ ბადრაგს უბრძანა დაკავებული გოგოლის 33-ში წაეყვანა და ისევ მოეყვანა. მოხდა სასწაული. აღმოჩნდა, რომ გოგოლის 33-ში მართლა ცხოვრობდა ვინმე მაისურაძე. ჭაბუამ იცოდა, რომ თითქმის 5% მაშინდელი თბილისის მოსახლეობისა სწორედ მაისურაძე იყო. მაგრამ ასეთი დამთხევა სიცოცხლეში ერთხელ თუ ხდება, ან კიდევ უფრო იშვიათად. ამ ღვთივბოძებული საჩუქრის შემდეგ ჭაბუას თითქოს ხელს ვეღარაფერი შეუშლია მილიციისთვის თავი დაეხცია. სულ მალე ბადრაგთან ერთად ის უკვე თავის უბანში იყო, სადაც ყველა გასასვლელ-გამოსასვლელი ზეპირად იცოდა. იღბალი ბედის წერითაა თანდაღული. მე ბედის წერა და წერად მწერალი მცამს, იმიტომ რომ ღმერთი მცამს. ხოლოდ იღბლის წყალობით გადავრჩი თუნდაც იმ გაქცევის დღეს სამგზის ჩავარდნას. ერთი ხომ ბანაკიდან გავიკეცი, მეორედ ხომ პატრულებს გავეკეცი ხიდზე და მესრულეს. მესამე მილიციელს გავეკეცი. ყველაფერი ისე დაემთხვა, რომ ჩემს სასარგებლოდ გამოვიდა. იღბალია, აბა რა არის. ქურდმა ბეხაიამაც შესძლო მიმალვა, მაგრამ მალე დაიჭირეს და სასჯელი მთლიანად მოიხადა. ჭაბუას გაქცევა კი გრძელდებოდა. ის ღამე და მეორე დღე კუკიაზე გაატარა, სტალინის რეჟიმის მიერ დახვრეტილთა უსახელო საფლავებს შორის. დაბნელებისთანავე მონახა თავისი მეგობრები, იშოვა საბუთები და რამდენიმე დღეში წმინდა გიორგისა და თავისი იღბლის იმედად ჩრდილო კავკასიის გზას გაუყო. იქ მარბენალი სამუშაოზე მოეწყო, ტყის მჭრელად, ერთ-ერთ ხე-ტყე დამამუშავებელ კომბინატში. გამოვავლინა კარგი ორგანიზატორის თვისებები და ბრიგადირი გახდა. ერთ წელიწადში კი იმავე კომბინატის დირექტორად დანიშნეს. დაოჯახდა კიდეც და ორი ქალიშვილი ეყოლა. И все это время моя мать не знала ни доли правды о его судьбе, о том, что в действительности происходит с этим человеком, потому что он жил удивительно открыто. Он каким-то образом зарабатывал такие деньги, что мог приглашать не только мою маму, но и моего дядю, но и их друзей в ресторан, угощать их со всей свойственной ему широтой. Поэтому в моей семье со стороны мамы никто даже предположить не мог, что это беглый каторжник, который скрывается от КГБ и от всех структур, которые за ним гонялись в это время. Это были послевоенные годы, естественно, но он жил не по своим документам в то время. Тогда он был Леван Георгадзе. თუმცა ჭაბუას მაშინდელი მდგომარეობა თითქმის ლეგალური იყო, ხიფათი მას მაინც ყოველწამს ელოდა. ერთ მშვენიერ დღეს ჭაბუა ლუდხანაში შევიდა. ნახევარ ფანჯრები ჰქონდა, ნახევარ სარდაფი იყო. გაჩერდა მანქანა. ჩამოვიდნენ ჩეკისტები. გავიგონე რომ უთხრა, წამო ეს სანამ გამოცვლის საბურავს თითო ლუდი დავლიოთ. ჩამოვიდა კიბეზეს ოსეფაიშვილი.
ჩემი ნაცნობი ჩეკისტი. სახეზე მიცნობდა. ნახევრად ზურგი დავდექი, რომ ყოლოდა მხედველობის არეში. ასე ვსვამდა, დალიეს, ავიდნენ და წავიდნენ. ისე ვარაბელომი ზადა მქონდა. ცოცხალი არ დავნებდებოდი. საბჭოთა ხელისუფლებისთვის არ არსებობდა ცნება ადამიანის ბედი. სტალინს ერთ ღამეში შეეძლო მთელი ერის გადასახლება კავკასიიდან შუა აზიაში, ან პირიქით. ამავე პრინციპით 1948 წელს ჭაბუას ქარხანა თავისი თანამშრომლებიანად ბელორუსიაში გადაიტანეს. იქ კიდევ ერთი საოცარი შემთხვევა მოხდა, რამაც მთლიანად განსაზღვრა ჭაბუას მომავალი ცხოვრების გზა. მოგებული ომის შემდეგ საბჭოეთს დანგრეული გერმანიიდან გამოჰქონდა ყველაფერი, რისი ტრანსპორტირებაც შეიძლებოდა. მათ შორის სხვადასხვა ქარხნებისა და ფაბრიკების მოწყობილობა. ბედის ირონიით, სხვისი სახელით მცხოვრებ გულაგელ მარბენელს უფროსობამ შვიდად გაუფორმა საბუთები და ხეტყე და მომუშავებელი ქარხნის მოწყობილობის ჩამოსატანად გერმანიაში გაგზავნა. მე, ჩემი მთავარი ინჟინერი და ერთი ჩეკისტი გაგვაგზავნეს მაინის ფრანკფურტში, დასავლეთ გერმანიაში. ჩავებარე ეს ქარხანა, დავტვირთე მატარებელზე და გამოგზავნე. ფრანკფურტს იმ დროს მოკავშირე ძალები აკონტროლებდნენ. ჭაბუას ინგლისელების ან ამერიკელებისთვის შეეძლო მიემართა. პოლიტიკური თავშესაფარი მიეღო და წასულიყო. რად უნდა დავჩენილიყავი, რა მინდოდა? არ მინდოდა. მე მქონდა სამშობლო, მე მყავდა აქ ნათესავები, ჩემი ერი, ჩემი სახლი, ჩემი კარი. მე იქ მშვიდად ვიქნებოდი აქ ჩემიანებს რომ დააწიოკებდნენ. მე ვიცოდი შინაგანად, რომ დავეჭირე კიდეც დაშავებული პრაქტიკულად არაფერი არ მქონდა. კაცი არ მყავდა მოკლული და არაფერი. პირველ გაქცევაზე დახრეტა არ იყო. ვადა ორმაგდებოდა. მეორე გაქცევაზე იყო დახრეტა. მაგრამ მე ეგეც მოხსნეს 51-ში. წინააღმდეგობა არ გამიწევია. რაზე უნდა დავეხრიდე? მე ის იყო რომ უკვე ორდენზე ვიყავ წარდგენილი. ბელორუსებმა წარმატგინეს ორდენზე. ის ქარხანა რომ ავაშენე. ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე უარყო ჭაბუამ უსაფრთხო ცხოვრების შანსი, რასაც სანაცვლოდ მისი ნათესავების გაუბედურება და იმ ოცნებასთან გამოთხოვებაც მოჰყვებოდა, რომ ოდესმე კიდევ ყოფილიყო თავისუფალი საკუთარ ქვეყანაში. ჭაბუას უფროსებმა კი აუცილებლად მიიჩნიეს მოწინავე მშრომელის დაჯილდოვება. საწარმოს დირექტორი იმ დროის ერთ-ერთ უმაღლეს ჯილდოზე, შრომის წითელი დროშის ორდენზე წარადგინეს. ჭაბუამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან მაინც აიყვანდნენ და ეს ორდენი შეიძლება რამენაერად დახმარებოდა კიდეც. ასეა თუ ისე ჭაბუა ამ ორდენსაც მიიღებდა, რომ არა ერთი გარემოება. კომუნისტებმა ერთი რამე შემოიღეს 47 წელს. ერქვა გოსპრავერკა. მთელ საბჭოთა კავშირში ყველა სათითაოდ ამოწევდნენ. Он пришел после работы вечером домой, сел обедать, потом стал играть со мной. Он сделал своими руками, смастерил для меня манеж. И очень гордился этим, что сделал это сам, и что я хорошо себя чувствовала в этом манеже. Потом постучали, вошли в дверь 3 человека в штатской одежде. Спросили, кто вы. То есть они спросили, что вы ли Иван Георгиевич? Он ответил, да. Оденьтесь, пожалуйста, вы должны пройти с нами.
Мама ничего не понимала в то время. Но отец понял, что произошло. Потому что мама говорила, что он очень тяжело со мной прощался. Он говорит, тебя взял из манежа на руки, очень долго целовал. ბედიღბლის საოცარი ოინებით ახსავსე ეს გაქცევა 4 წელი და 3 თვე გაგრძელდა და 1959 წლის 27 დეკემბერს დასრულდა. ჭაბუა მაშინ 28 წლისა იყო. გულაგში გატარებული დანარჩენი წლების განმავლობაშიც არ მიუტოვებია ჭაბუა იღბალს. თითქოს წმინდა გიორგი იცავდა ყველგან და ყოველთვის. კიდევ 10 წელი მოუწია ჭაბუას ციმბირისა და შუა აზიის ბანაკებში ჯდომა. კიდევ 5 ჯერ სცადა მან გაქცევა. 1951 წლის 8 აგვისტოს ჭაბუა შუა აზიიდან გაიქცა. ხარაგანდიდან გაქცევა დიდხანს ვსაბდებოდა. შეგი როგორ დიდხანს? ყარაგანდიდან გაქცევა დიდხანს მზადდებოდა. ჯერ კიდევ ზამთარში, როდესაც ახალ ობიექტზე ღობეს ვაყენებდით, ორი მარგილი, რასაც ღობე ერტყმება, ხორღით კი არ გავტკეპნეთ. წყალი დავასხიდა, რომ გაიყინა, დადგა. თანდათანობით ბენზინსაც ვაგროვდით შემოსული მანქანებიდან. ისიც იმისთვის, რომ სატვირთო მანქანა უნდა წაგვერთმია. ერთი თბილისელი გერმანელი იყო, ძალიან კარგი ბიჭი. მანქანი წყალი მოხონდა ხოლმე ზონაში. ჩვენ ფარები ქონდა ფარებული. მე მარჯვენა ვიდექის საფეხურზე, მარცხიდან უკრაინელი იყო, სლავკა ლაპკა. მე მან გადამარჩია, რომ ჩემს ხარზე ვინც იჯდა კოშკურზე, დაიბნა. ჯერ ქვევით ჩამოსვლა დააპირა რატომღაც, მერე ისევ ავიდა და დაიწყო სროლა. მაგრამ ჩვენ უკვე გადაცილებული ვიყავით ბრუსტვერს. იმ მარცხენამ კი ლაპკა მოკლა უკრაინელი. მაგრამ იმისმა ფარმამ ძოლს შულს უშველა. მოკლედ გავედით.
ვიდრე მეციხოვნეები გონს მოვიდნენ, ვითარებაში გაერკვნენ და გაქცეულებს დაედევნენ, მარბენელებმა 30 კილომეტრის გავლა მოასწრეს. მაგრამ საწვავის აუზები და დამატებითი კასრი დაცხრილული იყო და მანქანა გაჩერდა. წავედით ფეხით მე და შულცი ცალკე, ის ორნი კიდევ ცალკე. იმან ბავში ორი კაცი დაიღუპა. ბიარეთ სადღაც, რომელიღაც სოფელი დავინახეთ, ჩავსაფრდით. ბუჩქებში ჩავწეკით. სახლიდან ქალი გამოვიდა. სხვენზე მიდგმულ კიბეებს ახვა და იქიდან თევა გადმოყარა. გომურში წაიღო. დავაცადეთ, შევიდა. ჩუმად გავიპარა და იმ კიბით ავედით ზემოთ სხვენში. თევა იყო ბლომად. შაგვეძინა დაღლებს. გავიდა რამდენიმე ხანი, 5-6 საათი. მაღვიძებ შულცი. რა არის მეთქი? გაიხედეო მითხრა. სარკმელთან მივედი, გავიხედე. მანქანა იდგა სამხედროებით. არავინ იცის სახლის პატრონმა შეატყობინა თუ ძაღლებმა აიღეს კვალი მიტოვებული მანქანიდან, გაქცეულებს თავზე წამოადგნენ. ცოტა ხანი გავიდა კიდევ. დაიძახა იქიდან ლეიტენანტმა. Ребята, выходите. Мы не из лагерного конвоя. Мы управленческие. Мы вас в 16-ю тюрьму отвезем. Выходите. სხვა რა გზა იყო, გავედით. ბანაკის დაცვას რომ ავეყვანეთ, იქვე დაგხვერებდნენ. ბანაკის კართან. სხვების დასაშინებლად. ამათ კი მართლა წაგვიყვანეს მე-16 ციხეში. ისიც კაი ჯოჯოხეთი იყო, მაგრამ სიკვდილს მაინც ჯობდა. აი ეგრე იყო. ჭაბუას ამბავი მთელს გულაგს მოედო. პატიმრები მას განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ, როგორც მარბენელსა და სიმართლისათვის მებრძოლს. მის ძველ მეგობრებსაც ახსოვთ მისი გაქცევები. ერთ-ერთი ცნობილი გაქცევა კიდე ჭაბუას ის არის, რომ ნოოჩუნგიდან რომ გაიქცა კარცერში ირდა ჭაბუა და რომ ამ კარცერიდან თავისი იმაში გამოსულიყო, ხისის იყო და ამან ბურღით გააკეთა, რომ ხმაური არ გასულიყო, რა ხერხი და იმით რა გაიგებდა სულ და გამობურღა ის ნაწილი და გაძვრა. გაძვრა და გაიქცა. И когда он бежал, он говорил, что у меня была высокая температура. Я, говорит, просто дрожал. И дело было зимнее время. რკინიგზა იყო და რკინიგზის მილიანდაგებზე გარბოდა და მოძდებდა ძაღლების ხმა ესმოდა. Остановился, я, говорит, это на колее лежит дороги и сказал, что нельзя болеть. Нельзя болеть, и болезнь должна отступить. როადგა უკვე ის სიცხეს გაუქრა. მერე გაიქცა სოფელში რაღაც შევიდა იქა და რო დაეჭირათ იქა იქვე მოკლავდნენ, იმიტომ მაგას ჰქონდა ისეთი გახმოურებელი ხმა, რომ მაგის სულ გარბის და იქ არ პატიებდნენ მასეთი გამქცევლებს. თევარი რომ დასწეოდა, მის გვამს ბანაკის კართან ჩამოკიდებდნენ, სხვა მარბენელთა შესაშინებლად. საბედნიეროდ, მხოლოდ 3 დღის შემდეგ იპოვნა სამმართველოს სამძებრო, ისევ მაღალი სიცხით, ერთ-ერთ სოფელს შეფარებული. მეორე გაქცევის გამო ჭაბუას დახვრეტა მიუსაჯეს. 7 კვირა ელოდა დახვრეტა მიძილთა ციხეში,
მაგრამ მისთვის იღბალი კანონზომიერებად იქცა. 1951 წლის სექტემბერში გაქცევისათვის დახვრეტა მოიხსნა. ერთ მშვენიერ დღეს ჭაბუ ამირეჯიბის გულაგის საქმეზე გაჩნდა წითელი წარწერა. ბეგლეც სკლონინგ ბეგსტუ. პროფესიონალ ბარბენელს ყველა ციხის უფროსი ერიდებოდა. გაქცევის შემთხვევაში ისინი მკაცრად ისჯებოდნენ. ამიტომ ჭაბუას ერთ ბანაკში 6 თვეზე მეტ ხანს აღარ აჩერებდნენ, რომ გაქცევისათვის მომზადება ვერ მოესწრო. სწორედ მაშინ მოუწია შეხვედრა გულაგში მოხვედრილ მრავალ საოცარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანთან. მათ შორის მანჯურიის უკანასკნელი იმპერატორიც კი იყო, უ-ი, რომელიც საბჭოთა კავშირში დაატყვევეს და ჩინეთისთვის გადაცემამდე გულაგში ჰყავდათ გამომწყდეული. გადამიყვანეს დუბოვკაზე და იქ მითხრეს. აი ეს კაცი მანჯურიის იმპერატორია, უ-იო. დაბალი ტანის კაცი იყო. ძალიან სიმპათური, ძალიან ზილობიანი და რა თქმა უნდა განათლებული. შენივრად იცოდა დასავლეთ ევროპის ლიტერატურა, მსოფლიო ისტორია და ლიტერატურა. გარდა მაგისა, ადამიანს ყოველთვის შეატყობ, რას წარმოადგენს და რას არა. ეგ ამბობდა, რომ იაპონელებმა აიძულეს მანჯურიის იმპერატორობა. ისეც ერგებოდა ჩამომავლობით, მაგრამ რომ არ მეკისრა, მეც მომკლავდე და მთელ ჩემს ნაცნობას ამოწყვეტდენო. ამიტომ დავდახვდიო. შეიძლება მართალიყო, შეიძლება არა. ასე ამბობდა. აი ეს შემიძლია ვთქვა. ახლა მეგობრობა მე იმასთან არ ამქონია. ისე გამარჯობა გაგემარჯოს. ერთი-ორჯერ რაღაც სარეცხი გავატანე, გასარეცხად. ეგეც. ჭეშმარიტად, გამოუკლეվել არიან გზანი უფლისანი. უდიდესი სახელმწიფოს იმპერატორად დაბადებული კაცი გულაგში სამრეცხაოში მუშაობდა. ცხოვრება კი თავისივე საიმპერატორო სასახლის მებაღეთ დაასრულა. ჭაბუა მთელი ცხოვრება შეურიგებელი იყო. აღარ გარბოდა, მაგრამ მისი ბრძოლა მაინც იმავე შეუპოვრობით გრძელდებოდა. მოციფული ასაკის მიღწევითა და გამოცდილების დაგროვებით, თავისუფლების მიღწევის ჟინს იმის გაცნობიერებაც დაერთო, თუ რამხელა ძალას წარმოადგენდა გულაგის ღობეებში მოქცეული პატიმართა უზარმაზარი არმია. ჭაბუა ხედავდა, რომ საშველი სწორედ ამ ძალაშია. საჭიროა მხოლოდ საქმის კარგად ორგანიზება და შემდეგ ბოლომდე დგომა. ამ პრინციპზე დაყრდნობით, ჭაბუა მონაწილეობდა და სათავეში ედგა პატიმართა გაფიცვებსა და აჯანყებებს. ქედს არიხრიდა რეჟიმის ცინიზმისა და არაადამიანური ტანჯვის წინაშე, რითაც სხვა პატიმრებს შეუპოვრობისა და დაუმორჩილებლობის მაგალითს აძლევდა. მაგრამ ის, რაც 53 წლის ზაფხულში მოხდა, ჭაბუა ამირეჯიბის გულაგური ცხოვრების ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. (1953 წლის 20 მარტს სტალინის სიკვდილის ამბავმა მთელ გულაგს გადაუფრინა. მიუხედავად ამისა, ხრუშჩოვის რეფორმები ქვეყანას თავისით არ მოვლენია. სინამდვილეში, გულაგის ბანაკებში დაწყებულმა აჯანყებათა ტალღამ, რომელმაც საბჭოთა კავშირს გადაუარა, იყო ის პირველი იმპულსი, რომელმაც აიძულა ხელისუფლება წასულიყო რეჟიმის შემსუბუქებაზე. ამ მღელვარებების აპოგეას წარმოადგენდა ტაიმირის ნახევარკუნძულის იმირპოვარეთის ბანაკების გრანდიოზული აჯანყება, სადაც თავის წინ დაუხედავობით საბჭოთა ხელისუფლებამ 1952 წლის სექტემბრიდან დაიწყო სხვადასხვა ბანაკების აჯანყებათა მოთავეების თავმოყრა. $60,000-მა პატიმარმა მიიღო მონაწილეობა აჯანყებაში. ჭაბუა ამირეჯიბი კი გულაგის ისტორიაში ამ ყველაზე დიდი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. ჩვენ შევძელით ადგილობრივი პატიმარი. მე
решили просто не выйти на работу. Все пошло с забастовки. Была объявлена забастовка. Никто не выходит на работу. Ну а что начальство может делать? Они же не могут войти в лагерь и силой гнать на работу. Они решили разбивать лагеря на секции. И это тоже им не помогло. Тут же организовался забастовочный комитет. თავარი კომიტეტი პარიტეტული იყო და ერთ-ერთი წევრი მეც ვიყავით. შედიოდა პარიტეტულ კომიტეტში 3 უკრაინელი, 1 მე, კავკასიის წარმომადგენელი, 1 რუსი, 1 ლიტველი, 1 ლატიში ან ესტონელი, სულ 7 კაცი. პარიტეტული კომიტეტის წევრებმა 12 პუნქტად ჩამოაყალიბეს საბჭოთა მთავრობისა და პოლიტბიუროს მიმართ წაყენებული პატიმართა მოთხოვნები. მოთხოვნათა ტექსტი კომიტეტის ერთ-ერთ წევრთან ერთად შეიმუშავა და თავისი ხელით დაწერა ჭაბუ ამირეჯიბმა. მოთხოვნათა მთავარი აზრი ორ უკანასკნელ პუნქტში იყრიდა თავს. ერთი იყო ოსოს, იმ სახელმწიფო ორგანოს ლიკვიდაცია, რომელსაც ეჭვმიტანილთა დაუსრებლად გამოჰქონდა განაჩენი, მათ შორის სასიკვდილო. და მეორე, კგბ-ს მიერ აღძრული ყველა პოლიტიკური საქმის ხელახლა გადასინჯვა. ამასობაში ნორილსკის ოლქის ბანაკებში ვითარება განუწყვეტლივ იძაბებოდა. 53 წლის 3 მაისს კი პატიმართა გაფიცვა უფრო მძაფრ ფორმაში გადაიზარდა. გაფიცულები ვიყავით. ჩვენი ბანაკის გვერდით მავთულხარტის გადაღმა ქალების ბანაკი იყო. უკრაინელი ბიჭები მივიდოდნენ, ქალებს ელაზღანდარეოდნენ, ესაუბრებოდნენ ხოლმე. ერთი ასეთი გასვლის დროს კოშკურიდან ესრულეს ბიჭებს. ასე დაიწყო. 6000 ქალი ერთდროულად გიოდა. საშინელება იყო. აი ამას მოყვა აჯანყება. Эта тема быстро распространилась по другим отделениям, и все норильские лагеря стали бастовать. მოვლენათა მასშტაბი ხელისუფალთ რეალურ საშიშროებას უქმნიდა. ტაიმირის ნახევარკუნძულის ყველა ბანაკის თავზე დაუმორჩილებლობის ნიშანი, შავი დროშა ფრიალებდა. მშენებლობებზე და შახტებში აღარავინ მუშაობდა. რეგიონის თავისუფალი მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. უფროსობამ ბანაკებს ცხრილები შემოავლო, გააძლიერა დაცვა და მოსკოვიდან ბრძანებას ელოდა. კვლელობებითა და ტერორით აჯანყებულთა წარუმატებელი დაშინების შემდეგ ცენტრალურმა ხელისუფლებამ როგორც იქნა გააცნობიერა ვითარების მთელი სიმძიმე. 1953 წლის ივლისიდან მოსკოვმა ფრთხილად დაიწყო დათმობებზე წასვლა. დაიწყეს ნელ-ნელა ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ერთი სამი მოთხოვნა მალევე დააკმაყოფილეს. დანარჩენსაც დავაკმაყოფილებთ. ჩვენ არ დავუჯერეთ, გავაგზელეთ. და ესე ნელ-ნელა ყველაფერი დააკმაყოფილეს. საბჭოთა კავშირის ახალი უმაღლესი ხელისუფლების მიერ აჯანყებულთა მოთხოვნების დაკმაყოფილება არ ნიშნავდა მხოლოდ გულაგის რეჟიმის შემსუბუქებას. როგორც ისტორიამ გვიჩვენა, ეს იყო თვით ტოტალიტარული რეჟიმის პრინციპებისა და მეთოდების გადახედვის დასაწყისი. ის ზოგიერთი დადებითი ძვრა, რომელიც საბჭოთა კავშირის საშინაო პოლიტიკაში ხრუშჩოვის სახელთან ასოცირდება, წარმოადგენდა იძულებით ნაბიჯს ხელისუფლების შესანარჩუნებლად და მნიშვნელოვნად იყო განპირობებული 1953-54 წლებში გულაგის ბანაკებში მომხდარი აჯანყებებით. ჩვენ ხელმძღვანელები ვინც ვიყავით, იცოდა უფროსობა. ციხეებში და იზოლატორებში გაგვამწესეს. მე ციხეში გადამიყვანეს. ისევ ჩემი ბედი იზოლატორში ადგილი აღარ იყო.
ნორილსკის აჯანყებამ შედეგი სწრაფად გამოიღო. დაიწყეს პოლიტიკური საქმეების გადასინჯვა და ამნისტიები. ჭაბუას ნათესავები კი მაინც ამაოდ ცდილობდნენ მის განთავისუფლებას. 1950 წლამდე საერთოდ არაფერი იცოდნენ და ის გაიმედებდათ, რომ არ იყო გარდაცვალების ოფიციალური ცნობა. შემდეგ მხოლოდ სამჯერ თუ შეხვდნენ პაემანზე. ჭაბუა კი ბანაკებიდანაც ახერხებდა მათზე ზრუნვას. К сожалению, я впервые увидела своего отца в 1958 году, летом, когда Натья Цаца Америджимби повезли меня к нему в лагерь. До этого времени я получала только письма из лагеря, и, как это неудивительно, даже подарки. Моя мама всегда была изумлена, каким образом в этих условиях он мог прислать мне по почте в огромном ящике велосипед в 7-летнем возрасте. მე უკვე გავიზარდე, კარგი 16 წლის გოგო ვიყავი და უნდა ვნახო ჭაბუკა და შევარდი. ეს ბადეუშველებელი რკინების ყველაფერი და გამოიყვანეს ჭაბუკა და მე ვიცანი ჭაბუკა. ჭაბუკა ვერ მიცნე. და გაკვირვებული მიყურებდა, რომ ვინ არის ეს გოგო, ვინ არის. და სამარდო ჭაბუ ნათია ვარ, ნათია. და მაშინ რო დაიწყო ტირილი, რო აი ხელა დამტოვა, ნუ მაინც 8 წლის გოგო დამტოვა და რო დაიწყო და აიფარა ესე სახეზე. ნუ ვერაფრით ვერ გაჩერდა, ქვითინებდა პირდაპირ რომ მე ამ ხელა დავხდი. Нас завели в какую-то комнату ожиданий. Это была такая длинная комната с деревянными скамьями. Ну, потом открылась дверь, появился высокий, красивый человек, который был одет в брюки и сорочку. Каким-то образом ему удалось договориться, чтобы меня на следующий день разрешили впустить на территорию этого лагеря. Ну, откровенно говоря, это место мне далеко не понравилось. Он мне показал барак, в котором они жили. Он показал мне койку, на которой он спал. Познакомил меня со своими друзьями по лагерю. Потом он подарил мне, я храню эту шкатулку до сих пор. Он сделал своими руками из разных пород дерева такую небольшую шкатулку, которая была очень красивая, как мне тогда показалось. И он сказал, что готовил ее он в качестве подарка мне. У кого-то из заключенных был фотоаппарат. И в последний день отец хотел сфотографироваться со мной. И мы долго все ходили там. Я никак не могла понять, почему отец так долго выбирает место, чтобы сфотографироваться. Потому что фотографировал нас как раз вот этот его друг. Я спросила у отца, я говорю, а что ты говорил, что не видно, не видно? А он говорит, что, ты знаешь, здесь столько много решеток на окнах. Я не хочу, чтобы у тебя осталась память об этих решетках и об этом лагере. Я хочу, чтобы ты просто помнила, что мы с тобой встретились, что это наша с тобой первая встреча. Так жизнь распорядилась.
Мы уехали на следующее утро из этого места. Но спустя примерно месяц пришло письмо, в котором он прислал фотографию, где мы с ним сфотографированы. И в письме он писал, что ты говорит, помнишь, как мы с тобой искали место без решетки? Ты говорит, прости меня, но, к сожалению, не получилось. Наверное, ты ее разглядишь, говорит, за нашими спинами. საბჭოთა კავშირში პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, ჭაბუას ამნისტიას პირი არ უჩანდა. მან კი უკვე მიაღწია თავისუფლებას ტყვეობაში. თავისუფლება ტყვეობაში ერთადერთნაირია. თუ გაქვს იუმორის გრძნობა და თუ ყველაფერს ასხავ. თავისუფლება ტყვეობაში ერთადერთნაირია. თუ გაქვს იუმორის ზნობა და თუ ყველაფერს გარედან უყურებ იუმორით, მაშინ თავისუფალი კაცი ხარ. არაფერი არ გორკავს, არაფერი არ გახელებს. თავისუფალი ხარ ვნებებისგან. პატიმრობაში გამძლეობას რაც შეეხება, აქაც ძლებს დიდხანს ის, ვინც თავის ხვეთს იუმორით უყურებს. თუ დაიწყო კაცმა წუწუნი, ვაი, ეს რა დამემართა და ვაი, ჩემი ცოლშვილი, ვაი, ნათესავები და ვაი, როგორ იქნება, ის კაცი ვერ იცოცხლებს. 5-6 წელიწადი გაძლოს. მერე თანდაყოლით თუ შეძენილი ავადმყოფობა უეჭვლად მოერევა და მოკვდება. ერთ მშვენიერ დღეს 1959 წლის 26 დეკემბერს ჭაბუა ბანაკის ეზოში კალათბურთს თამაშობდა. მოვიდა ოფიცერი და გამოაცხადა. ამირეჯიბი, ნასვაბოდუ. ერთი ტაიმი კიდევ სათამაშო იყო. ჭაბუას მაშინვე შეეძლო ზონიდან გასვლა. მაგრამ მან მშვიდად განაგრძო თამაში. მოიგო. მეგობრებს დაემშვიდობა. აკრიფა ბარგი და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა ბანაკი. მას ამნისტია 38 წლისას შეეხო. ასე დამთავრდა ორჯერ დახვრეტა გადარჩენილი, 6ჯერ გაქცეული, 83 წელ მისჯილი გულაგის პატიმრის ოდისეა. კაცისა, რომელმაც თავისი ახალგაზრდობის 16 საუკეთესო წელიწადი ციხეებში, ბანაკებში, წამებასა და გაქცევებში გაატარა. შემდგომ წლებში ჭაბუა ამირეჯიბი 6 შვილის მამა, მწერალი და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანი გახდა. მისი შემოქმედება ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში რამოდენიმეჯერაა წარდგენილი. კიდევ მრავალ ამბავს ინახავს ეს კაცი თავის მეხსიერებაში და დღესაც ისეთივე ნებისყოფითა და შეუპოვრობით აგრძელებს ცხოვრებას. საბჭოთა იმპერია და გულაგის ბანაკები კი აღარ არსებობს. ვერაფერი ვერ დამაკლეს.